რა არის სარკის კანონი? სარკის კანონზე აწყობილი მთელი ჩვენი ცხოვრება და ის რაც ხდება შენს თავში, შენს გულში, შენს გონებაში, ფიქრებში, ის ხდება შენს ცხოვრებაში. მაგალითად თუ გონია რომ ადამიანები არიან ცუდი, შენს ცხოვრებაში ეს არის შენი რეალობა და შენ ხვდებიან ცუდი ადამიანები. თუ გონია რომ ადამიანები არიან კარგები, ადამიანები არიან კარგები. ანუ სამყარო შენ გიბრუნდება იმ კუთხით, რასაც მისგან მოელი. როგორც კი შენს თავში ხდება ცვლილება და შენი მოლოდინები იცვლება ნეგატიურიდან პოზიტიურზე, შენი სამყაროც იცვლება. ანუ ესაა სარკის კანონი. ანუ, როდესაც სარკეში იყურები და არ მოგწონს იქ, რასაც ხედავ, შენ კი არ უნდა იფიქრო იმაზე, რომ ის შეცვალო, ანუ სარკის გამოსახულებაზე მოახდინო გავლენა და შეცვალო, არა. სარკეში შენ ხედავ იმას, ანუ სარკეში შენ ხედავ საკუთარი თავის ანარეკლს, ამიტომ შენს თავზე უნდა მოახდინო გავლენა, თუ გინდა რომ გამოსახულება შეიცვალოს სარკეში. ძალიან მარტივია, ძალიან. მაგრამ ეს არის ესეთი უზენაესი კანონი, რომელსაც ერთ-ერთი ვერ აცდება. ამიტომ იცვლები შენ, იცვლება სამყარო. აი ესაა სარკის კანონი.